სადაც გურჯაანის ნაყინია, ყველგან სიხარულია. ან კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განსასაზღვრად რეფერენდუმს დანიშნავს გიორგი მარგველაშვილი, ან საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ამ მოთხოვნით 200,000 ხელმოწერა უკვე ხელში უჭირავს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით და მარგველაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დაიწყებს. ინიციატორები მოითხოვენ 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პარალელურად დაინიშნოს რეფერენდუმი და ამ მომრჩეველმა უპასუხოს ერთადერთ შეკითხვას, თანახმა ხარ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის იმისთვის, რომ რეფერენდუმი დაინიშნოს, საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციურად უფლებამოსილმა პირმა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. თუ მარგველაშვილი რეფერენდუმის დანიშვნაზე უარს იტყვის, მას იმპიჩმენტით ემუქრებიან. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტზე შეტევა იგეგმება და ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. დავხსნით დისკუსიას სტუდიაში საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სანდრო ბრეგაძე, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი და ციალა რატიანი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მინდა საინიციატივო ჯგუფის ლიდერისგან დავიწყო პასუხების მიღება. დიდი მადლობა ბატონო სანდრო, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მაინტერესებს რა სიტყვით, ანუ 200,000 ხელმოწერა უკვე გიჭირავთ ხელში, თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ამ საკითხის დარეგისტრირებაზე. რას აპირებთ დღეიდან? მოგესალმებით. პირველ რიგში, სანამ ამ საკითხზე გადავალ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ძველ აღმოსავლურ და სხვა შორის ბერძნულ მითოლოგიაშიც იყო ესეთი ცნება, რომ როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა, ხოლმე მიწა იზურებოდა და დღეს როდესაც ეხა არ თქვათ, რომ რესპუბლიკელები რომ ხიდაშელი როდესაც გადადგა, მიწა იძრა საქართველოში და მე დღეს დაუცველად ვგრძნობ თავს როგორც ჰაერიდან, ესევე ხმელეთიდან, ესევე აი მიწისძვრისგანაც და ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი ხიდაშელის გადადგომის ბრალი არის. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ხიდაშელი არ აპირებდა გადადგომას, არც რესპუბლიკელები არ აპირებდნენ გადადგომას. ვარშავის სამიტმა გადაწყვიტა მისი გადაყენება. არა, ხიდაშელი რომ გადადგომას აპირებდა, ეს ჩვენ ვიცოდით, იგი ელოდებოდა ვარშავის სამიტს და თქვამი ქონდა, რომ რესპუბლიკელებმა ქალბატონო ინგა თავად განაცხადეს. დიახ, ისინი იხვეწებოდნენ ბოლო წუთამდე, რომ ისინი დაეტოვებინათ თანამდებობაზე, მაგრამ ვარშავის სამიტის წინ მან თამასა მაღლა აწია და ვარშავის სამიტიდან ის ჩაფლავებული წამოვიდა და სწორედ მისმა ჩაფლავებამ გამოიწვია ის, რომ ის დღეს არ არის თავდაცვის მინისტრი და მე ულოცავ ქართულ ოცნებას, ულოცავ ხელისუფლებას, რომ ესეთი ტიპის მოღალატეებისგან გათავისუფლდა საქართველოს ხელისუფლება და ხიდაშელს პირადად მე ვეპატიჟები ჩვენს უბანში ის მართალი ახალი გადმოსული არც მაგრამ ჩვენ მეზობლები ვართ ჩვენს უბანში არჩევნებზე და მე მას ვპირდები რომ სამარცხვინოდ დავამარცხებ ამ არჩევნებში საბურთალოზე ანუ თქვენ საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობ ჩვენ თუ ხიდაშელი იყრის იქენჩ მე წელში გადავტეხავ რესპუბლიკურ პარტიას როგორც საქართველოს მოღალატე პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს დინა ხიდაშელი და ეს მან დაიმახსოვროს ძალიან კარგად იმიტომ რომ მათ დიდი მავნებლობა მოუტანეს სანდრო ამ თემაზე პოლიტიკურ შეფასებებზე ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ამ სტუდიებში საუბარი მე მინდა დღეს გთხოვოთ პასუხი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე განსაკუთრებით საინტერესოა რატომ პრეზიდენტამდე მიდის ეს თემა ანუ თუ ვერ გაიტანთ საკითხს რეფერენდუმზე როგორც ჩანს გეგმაში გაქვთ დაიწყოთ შეტევა საქართველოს პრეზიდენტზე საქართველოს პრეზიდენტზე შეტევა რა თქმა უნდა ჩვენ თვითმიზანი არ არის თქვენ უბრალოდ არასწორი ინფორმაცია გაქვთ ქალბატონო ინგა მოწოდებული რომ თითქოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა 200,000 ხელმოწერით ამ საკითხის განხილვაზე ეს რაზეც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა ეს გახლდათ ცხონებული აზგარდაცული გიორგი ყორღანაშვილის ინიციატივა რომლითაც ის შევიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაახლოებით იგივე საკითხი იყო მაგრამ შემდგომში მისი გარდაცვალების შემდგომ მან უბრალოდ ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ეს საკითხი იქნა გაუქმებული რომელიც ბატონი გიორგი ყორღანაშვილის ინიციატივა იყო რაც შეეხება ჩვენ საკითხს ჩვენი საკითხი კვლავ დღის წესრიგში არის ჩვენ შეგროვებული გვაქვს
200-ზე ბევრად მეტი ხელმოწერა, რომლის დამოწმების პროცესიც მიმდინარეობს დღეს, რადგანაც მას სჭირდება ნოტარიულად დამოწმება, გამგეობების მიერ დამოწმება. ამ კვირის ბოლოს 200,000 ხელმოწერა შეტანილი იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისია ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში მოახდენს აი ამ ყველაფრის იდენტიფიცირებას და ეს ყველაფერი გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო საქართველოს პრეზიდენტთან, როდესაც მივა აღნიშნული ინიციატივა, ჩვენი პროგნოზით ჩვენ გვექნება დაახლოებით 9 მილიონი, შეიძლება მილიონი ხელმოწერა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნით, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს ქორწინების ცნების დეფინიციას კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ აიკრძალება საქართველოში პერსპექტივაც კი ერთდაიმოვე სქესის ადამიანთა კანონებისა. მე ბოლომდე მინდა მივიყვანო რეფერენდუმი, ეს გახლავთ ყველაზე ცივილიზებული დემოკრატიული ფორმა, მთელი ევროპა, ცივილიზებული სამყარო დღეს არის კარდინალური საკითხების რეფერენდუმის გადაწყვეტაზე გადასული, რაც დაადასტურა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა. რომ დანიშნოს რეფერენდუმი მარგველაშვილმა. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი წავა საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ. თუ კი ის მოექცევა ვიწრო ქართველ მოძულე ძალების ტყვეობაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში მოვითხოვოთ პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი იქნება, მისი გადადგომა, რადგანაც ნებისმიერი პირი, რომელიც მიდის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ, ის უნდა წავიდეს თანამდებობაში. მადლობა სანდრო, დაგიბრუნდებით, მე კი გადმოვდივარ გრიგოლ გეგელიასთან შეკითხვით. მადლობა პირველ რიგში თითოეულ თქვენგანს, რომ ხართ ჩვენი ახალი სტუდიის პირველი სტუმრები. მე კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო გრიგოლ, 200,000 ხელმოწერა უჭირავთ ხელში, არის თუ არა შანსი, რომ მართლაც 2016 წლის 8 ოქტომბერს რეფერენდუმი გაიმართოს არჩევნების პარალელურად. მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას. ბუნებრივია ამის თეორიული შანსი არსებობს. ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა ვართ, რის გამოც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, ასე თუ ვიტყვით, მათ შორის ერთ-ერთი არის რეფერენდუმი. თუ კი დადასტურდება, რომ 200,000 ხელმოწერა არის ნამდვილი, თუ კი მათი ავთენტურობა დადასტურდება და თუ შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, ვინც არის უფლებამოსილი პირი, ამას დანიშნავს, მაშინ რა თქმა უნდა, გაიმართება ეს რეფერენდუმი. ჩემი პოზიცია ამის შესახებ დავაფიქსირე რამდენიმე ეთერში, ყოველთვის მათ შორის თქვენთან, ბოლოს ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იმასზე ვარ, რომ ეს არის თითიდან გამოწვეული საკითხი, რომელიც შემოტანილია ისეთი პოლიტიკური ელიტების მიერ, რომელთაც სხვა არაფერი არ აქვს თქვენ ხალხისთვის, რის გამოც სამწუხაროდ აი ამ შიშის პოლიტიკით უნდა გაიტანონ თავი. მათ არ აქვს დაბესა თქვენ სოციალურ უფლებებზე, ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პენსიებზე და ასე შემდეგ. მათ არაფერი არ აქვს თქვენი რეალური ადამიანების რეალურ ცხოვრებაზე, ამიტომ რაღაც ერთი და იმავე სქესიან ადამიანთა ქორწინებაზე საუბრობენ. ანუ ადამიანურ ემოციებზე აგებული არის მათი საარჩევნო კამპანია, შეიძლება ვთქვა. თავიდან ბოლომდე ეს შიშის პოლიტიკა და ბრეგზიტის დროს, რომელსაც ბატონი სანდრო ახსენებს, ძალიან მსგავსი რამ ხდებოდა და რეფერენდუმზეც გადმოვიდოდ წამით დავამატებ შიშის პოლიტიკაზე, ბრეგზიტის დროს მაგალითად ინგლისელების იმ ნაწილს, ვინც არ იცოდა სიმართლე, აშინებდა ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ აი ხა თურქეთი შემოვა ევროპულ კავშირში, რა დროსაც 79 მილიონი ადამიანი დაგვემატება ემიგრანტად. რაც არის აბსოლუტური ტყვილი, იმიტომ რომ 3000 წლამდე ამ ტემპით თურქეთი ვერსად ვერ შევა, იმიტომ რომ 30 თავი, 30 chapter უნდა შეავსოს და მხოლოდ ერთი აქვს შევსებული წლების განმავლობაში, ესენი დახუროს ლეველები, ასე თუ ვიტყვით, კომპიუტერული თამაშის არ იყოს, ამ ტემპით თურქეთი შევა 3000 წელს ევროპულ კავშირში. იქაც იყო საარჩევნო თემა ეს ზუსტად. იქ იყო ტყუილები ასე, 350 მილიონი ფუნტი, 350 მილიონი ფუნტი ესე იგი ყოველ კვირა ესე იგი გამოთავისუფლდება, რაც დაიხარჯება ვითომ სოციალურად და პირველივე დილას 24 ივნისის დილას უკვე აღიარა ბრეგზიტის ერთ-ერთმა ლიდერმა, გასვლის ლიდერმა, რომ ეს არის ტყვილი. რაც შეეხება რეფერენდუმს, ბატონი სანდრო ახსენებს რეფერენდუმს როგორც ცივილიზებულ ფორმას. მე მას დავეთანხმები თეორიულ დონეზე, მაგრამ ერთ დავამატებდი, რომ რეფერენდუმი თავისი არსით ყოველთვის გულისხმობდა არა ასეთ საკითხებზე, ან ბრეგზიტზე, არამედ როცა რაღაც იქმნება. და ეს არგუმენტი იყო და დევიდ კამერონს წარუდგინეს ეს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როდესაც რაღაც ახალი იქმნება. მადლობა, მე დაგიბრუნდებით. 73-ში ქონდა ინგლისის, ეს დავამატებ თქვენებად ძალიან საბად, 75-ში მაპატიეთ ქონდა ბრიტანეთის რეფერენდუმი შესulis თაობაზე ევროპულ მაშინდელ ევროპულ ეკონომიკურ გაერთიანებაში და ეს იყო შექმნის შესახებ, მაშინ 77% თქვა კი შევალთ.
მაგრამ გამოსვლაზე და აი ესეც აკითხებზე რეფერენდუმი არ არის საჭირო და მით უმეტეს, როდესაც სამოქალაქო კოდექსში წერია ძალიან ნათლად, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ესე იგი ნებაყოფლობითი ერთობა და როდესაც ეს იმთავითო ყოველთვის არის ცხადი და კონსტიტუციური არგუმენტი მომისურვა, როგორ შეიძლება ამის განმარტება, ჩვენ ხო ისაც ვიცით. გაში ჭირდება ეს არ ჭირდება. დაგიბრუნდებით, მე ბატონ სოსოსთან ვიდრე გადავალ, უბრალოდ სანდროსთან მინდა, ვინაიდან იგი წარმოადგენს კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს, ის არის თამაზ მეჭიაურის გუნდის წევრი. სანდრო, რას უპასუხებთ? ანუ ხალხისთვის სათქმელი არაფერი გაქვთ და ეს არის ემოციები, ადამიანური ემოციები, რომელზეც აპირებთ ააგოთ საარჩევნო კამპანია და თქვენი პასუხის მერე უკვე სოსო შატბერაშვილი და ციალა შემოგვიერთდებიან, ციალა რადიან. პოლიტიკური გუნდი აქ არაფერ შუაში არ არის. ეს საკითხი მე დავაყენე მაშინ, როდესაც ბატონი მეჭიაური საერთოდ პოლიტიკაში მოსული არ იყო და საინიციატივო ჯგუფში შედის ბატონი სოსო მონჯავიძე, ზვია თომარაძე, მერაბ ჩათერიშვილი, ბატონი გიგაური, რომლებიც არანაირი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან. ეს არის ზეპარტიული საკითხი. რაც შეეხება ბატონი გრიგოლის ფრიად საინტერესო დიდაქტიკურ ლექციებს იმის თაობაზე თუ როგორ უნდა აღვიზარდოთ ჩვენ, მე ამ ლექციების მოსმენას მაგალითად მირჩევნია იგივე რუსოს დიდაქტიკური ნაწარმოები ემილიანო აღზრდის შესახებ წავიკითხო, იქ უფრო კარგად აღვიზრდები ალბათ. რაც შეეხება ბრიტანელი ხალხის არჩევანს, ეს ბრიტანელი ხალხის არჩევანი არის და მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს. რაც შეეხება იმასაც, რომ თითქოს და ჩვენ არაფერი არ გვაქვს სათქმელი, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც აი ამ თემის ირგვლივ იღებს მონაწილეობას. ეს არის ზეპარტიული საკითხი, არანაირად არ უკავშირდება არანაირ არჩევნებს. მე პირდაპირ გეტყვით. როდესაც საუბარია მე ბატონ არა, ეს უნდა ახსნა. რა თქმა უნდა, ბატონ სოსოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს უნდა ახსნა. ბატონო გრიგოლ, თქვენ ახლა დიდ პატივს ვცემთ, იცით, მაგრამ არაერთხელ აგიხსენით და თუ გინდათ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენ საუბრობთ ორგანულ კანონში არის ეს ყველაფერი გაწერილი. გეთანხმებით, არის ორგანულ კანონში გაწერილი, მაგრამ არ არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი. თუ იურიდიული ოდნავი განათლება აქვს ადამიანს, ის კარგად მიხვდება, რომ ორგანული კანონი არის ქვემდებარე კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და როდესაც ორგანული კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, მაშინ ორგანული კანონი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუქმებულ იქნას, რაც თავში გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დაკანონდება ერთდაიმოვე სქესის ადამიანთა ქორწინება. თქვენ ლეტალური ფარული მხარდამჭერები ხართ ერთდაიმოვე სქესის ადამიანთა ქორწინების. ეს ვერ ბედავთ ამის თქმას. მე მithქვამს იმიტომ ერთ წუთით მე თქვენ გაცდიდით, ვერ ბედავთ ამის თქმას, იმიტომ თქვენზე არ მაქვს მარტო საუბარი. პოლიტიკოსები ვერ ბედავთ ამის თქმას, საჯაროდ არა ერთ წუთით თუ შეიძლება მე თქვენ გაცდიდით. დაასრულეთ. პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან ერთდაიმოვე სქესის ადამიანთა ქორწინების მომხრეები, ეშინიათ, რომ არჩევნებში ხმას ვერ მიიღებენ. მადლობა, ყველანაირი მეთოდით, რაღაცა ინსინუაციებით ამ საკითხის გაბაიბურება. არ მოგცემთ ამის უფლებას. საქართველოში გარკვეულება არ დაკანონდება. როგორც არ უნდა მოიტანოთ თქვენი არგუმენტები. და გადავდივარ უკვე სოსო შატბერაშვილთან და ციალა რატიანთან გისმენთ გრიგო. ბატონო სანდრო, ეს რაღაც ხრიკი, ეს ფანდი არ გამოვა, იმიტომ რომ მე მithქვამს არაერთი მათ შორის ზუსტად ამ სტუდიაში, რომ მე არ ვარ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწების მომხრე. მაშინ მოგვეცით ჩვენ საშუალება, რომ აგვგრძალოთ ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება. კარგი, სანდრო, უნდა დავასრულოთ. საერთო მიზნებისთვის, ბატონო სანდრო, რაც მე გადასარევად ვიცით, თქვენს გარდა ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, რუმინეთში ყველგან ხდება იგივე. მე გადასარევად ვიცი, კვირაში ვკითხულობ 5 სლოვენიაში ჩატარდა იგივე რეფერენდუმი. კი ბატონო, და ყველა მათგანი ჩემთვის გადასარევად სოფელი არის, ეს რა რეპერტუარია. სამწუხარო 200,000 ადამიანი მოატყუეთ, მე მოუწოდებდი მათ და ვთხოვდი, არ მოგეწყვეტ. სამწუხარო არის, რომ თქვენ 200,000 ადამიანს აკრით ნაცად. მადლობა, მე გადავდივარ სოსო შატბერაშვილი. ერთდაიმოვე სქესის ადამიანთა ქორწინების მხარდამჭერი დემაგოგია. მადლობა, მე ბატონ სოსოსთან გადავდივარ. სანდრო, დაგიბრუნდები. უბრალოდ გეშინიათ, რომ ეს თქვა. კარგით. მოусმინოთ სოსო შატბერაშვილი. მე მას უსვამ ეხლა კითხვას. სანდრო, გთხოვ. რამე ყობა შიშის, ბატონო სანდრო, ყველანაირი საკითხზე დამიფიქრე ყველანაირი აზრი. შემოხედეთ რას მეგობრებო, ბატონი სოსო შატბერაშვილი, რომელიც არის ჩვენი სტუმარი და ციალა რატიანი. ბატონო სოსო, უკაცრავად გადმოვდივართ თქვენთან. სანდრო, გთხოვთ, გადავდივარ ბატონ სოსოსთან. ბატონო სოსო,
გაყენების საშუალებას აი ამას. სანდრო, მე ისევ დაგიბრუნდები. სოსო შატმერაშვილთან გადავდივარ. ბატონო სოსო, არის დღეს საქართველოში ის რეალობა, რომ მაინც და მაინც რეფერენდუმი გაიმართოს ამ საკითხზე, რომელიც ლამის ხელისუფლების გუნდის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი გახდა, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ღია შეხვედრებს, გახსნილ შეხვედრებს აწყობდნენ მოსახლეობასთან ამ თემით. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მიულოცავ ქართველ ხალხს პეტრე პავლობას და მიწისძვრის შედეგად იმედი მაქვს, რომ გრევა და მსხვერპლი საქართველოში არ არის. იმედია. ეხლა გადავიდეთ საქმეზე. მე მიმაჩნია, რომ ეს თემა ეხლა საქართველოში აქტუალურია, არა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოებაშია მომწიფებული ასეთი რამ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დარეგისტრირდეს, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 20-მდე ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ეს ამბავი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წლიდან ამოიღო დაავადებათა სიიდან ერთსქესიანთა ურთიერთობა როგორც ასეთი და მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციიდან ამოიღო ასევე იმ ჩამონათვალში, რომელიც ფსიქიკურ დაავადებას მის კვალიფიკაციას აძლევდა. ჩვენს ქვეყანაში დგას ესე საკითხი, რომ არჩევნების წინ 3 თვით ადრე ჩვენ სასიცოცხლოდ მიგვაჩნდეს მნიშვნელოვნად, რომ რეფერენდუმი გაიმართოს. აი მივდივარ მანდამდე ზუსტად. სწორედ აი ამან განაპირობა ამ რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა და მე მინდა მადლობა გადაუხადო საინიციატივო ჯგუფს, რომ აი ეს სარეფერენდუმო საკითხი რეგისტრირდება CSKO-ში და პრეზიდენტი მე დარწმუნებული ვარ ვერ გაბედავს და ამ რეფერენდუმს ვერ ჩაშლის. დიდი მადლობა ამისათვის და სხვათა შორის ამ რეფერენდუმის მომზადებაში ჩვენ ვზღებულობთ მონაწილეობას. მე პარტიას გულისხმობ, მემარცხენე ალიანსი, ჩვენს გარკვეული ხელმოწერები შევაგროვეთ. ამის გამო ბატონმა ზვია ტომარაძემ ოფიციალურად მადლობაც კი გადაგვიხადა და მე მინდა მოგახსენოთ, როგორი სიამოვნებით აწერს ჩვენი მოქალაქეები ხელს აი ამ მოთხოვნას, როგორი ისეთი ჯერთი გაკვირვებული და მე სასიამოვნო სახით. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოში დაკანონდეს და ამის რეალური საშიშროება არსებობს. თუ მოусმენთ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და სხვათა შორის თამარ კორძაიას, რესპუბლიკურ დეპუტატებს, ისინი პირდაპირ პასუხისგან თავს არიდებენ და ამბობენ, რომ რა საჭიროა ეხლა ამაზე რეფერენდუმის ჩატარება, რა საჭიროა კენჭისყრა პარლამენტში, როდესაც ამდენი საქმე გვაქვს. კი ბატონო, ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ თუ კი შენ პრეზერვატივების საკითხებზე ვსჯელობ პარლამენტში, არ უნდა იმსჯელო ასეთ აქტუალურ. პრეზიდენტმა მაისში განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალის და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, არ არის თემა საქართველოში და ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. მე მინდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ბატონი პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს და 200,000 კი, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. გასაგებია, მაგრამ როდესაც მას წინ დაუდებენ 200,000 ხელმოწერას, როგორ პრეზიდენტი იგნორირებს? თუ არ დანიშნავს? ვერ გაბედავს. მე დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს პრეზიდენტი. მოდი, ციალას არ არის ის პრეზიდენტი, რომ გაბედოს ესეთი რამ. შეიძლება სააკაშვილს გაებედა, შეიძლება შევარდნაძეს გაებედა, მარგველაშვილი ვერ გაბედავს. ციალა, მოდით მე გადმოვალ თქვენთან. დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში, რომ მიიღებთ მონაწილეობას. თქვენ რა სიტყვით, ანუ პრეზიდენტი უნდა მიაყენონ პრაქტიკულად კედელთან, ან ის რეფერენდუმს დანიშნავს ხელმოწერების საფუძველზე, ან იძახიან ამ კანონპროექტის და საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრები, რომ დაიწყება მოთხოვნა პრეზიდენტის გადაყენებით. რა სიტყვით თქვენ, არის დღეს ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ? ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი საკითხი ამაზე საუბარი. ზოგადად აღნიშნა, რომ ნამდვილად სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს ქორწინების საკითხს და ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ ნორმის კონსტიტუციურ დონეზე აყვანა მიმაჩნია აბსოლუტურად გაუმართლებლად, ვინაიდან კონსტიტუცია არის ძირითადი დოკუმენტი და მასში ყველა სფერო და ყველა საკითხი ნამდვილად ვერ იქნება დარეგულირებული. მეორე, რაც მინდა აღნიშნო, თვითონ LGBT ჯგუფს ვინმე შეეკითხა იციან მათი პრობლემები, უნდა რომ ისინი ითხოვდნენ ამ მე ყოველდღიურად მაქვს უამრავი შეხვედრა, ყოველდღიურად ვისმენ უამრავ პრობლემას, ყოველდღიურად ადამიანებს ჭირდებათ ადვოკატის დახმარება, ყოველდღიურად არის ცემის ფაქტები, ყოველდღიურად არის შეურაცხყოფების ფაქტები, ყოველდღიურად არის სახლიდან გამოგდებების საკითხი და ბოლოს საკითხი, რომლებითაც ეს ადამიანები შეიძლება დაინტერესდნენ, არის
ქორწინების თემა, მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი გეი წყვილი, არც ერთი ლესბოსელი წყვილი, რომელიც ღიად იქნება თანახმა, რომც იყოს ეს დაკანონებული სამოქალაქო რეესტრში და არ იგულისხმოს თავიანთი ქორწინება. ესეთი უბრალოდ არ არის ქართული რეალობიდან გამომდინარე და რაღაც აბსტრაქტული შიში, რომ შეიძლება ჩვენ 30 წლის შემდეგ ამ საკითხის და განხილვა დავაყენოთ, არის აბსოლუტურად საფუძველ მოკლებული დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე არის დაწერილი და ყოველდღე უამრავი ძალისხმევა გვეხარჯება ჩვენ უფლებადამცველებს, რომ ამ კანონმა თავისი რეალური გამოყენება ნახოს, რომ ადამიანები რეალურად იყვნენ მუშაობს ეს კანონი, ციალა? ეს კანონი მუშაობს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშითაც ჩვენ უფლებადამცველები, რა ფარგლებშიც სახალხო დამცველი და რა ფარგლებშიც თვითონ LGBT თემის წევრებს შეუძლიათ თუ არ შეუძლიათ. როდესაც მათ წინააღმდეგ ხორციელდება დისკრიმინაცია, საერთოდ განაცხადონ ამის თაობაზე. იმიტომ რომ ის არის დაკავშირებული სულ სხვა რაღაცასთან. ადამიანს უბრალოდ ეშინია ღიად გამოვიდეს და თქვას, რომ მას იგი არის გეი, იგი არის ტრანსგენდერი, იგი არის ლესბოსელი, ეშინია ჩაქოლვის, ეშინია მოკოლის, ეშინია დაწვის და ასე შემდეგ. როდესაც ეს უამრავი მაგალითები არის გამოუძებელი ფაქტების, იგივე საბიბერიანის მკვლელობის შემდეგ, ძალიან რთული არის ზოგადად თემთან საუბარი. და თქვენ მაშინ რით იხსნით, ციალა, რომ აი უკვე არჩევნების პარალელურად ითხოვენ რეფერენდუმის გამართვას ამ თემაზე. ბატონმა გრიგოლმა ბრძანა, რომ ეს უკავშირდება წინა საარჩევნო პერიოდს, რადგან სხვა დაპირებები არ შეუძლიათ მე ნამდვილად ვერ შემოვიჭრევი პოლიტიკის საკითხებში, იმიტომ რომ მე სხვა თემაზე მუშაობ, მე კონკრეტული ადამიანების ბედი ნამდვილად უფრო მაღელვებს იმ ადამიანებს, რომელიც გუშინ სამსახური დაკარგა, რომელმაც გუშინ დედამსახლიდან გამოაგდო, იქ მეზობელმა ცემა და ასე შემდეგ. ეს ადამიანები კი ბატონო, დაუსვით და მე ბატონ გრიგოლთან და სანდროსთან თქვენ ესეთი შემთხვევა, რომ საქართველოში LGBT თემის წარმომადგენელი ჩაეკოლოთ. მე ესეთი რამ არ მახსოვს. მათ შორის 17 მაისი ჩაქოლეს ვინმე იქ? რა ვიცი, ტაბურეტკები ტაბურეტკას რო გიჭირავს ხელში ერთია და ჩაქოლა მეორე. თქვენ ის კადრები, რომელიც 17 მაისს მიკროავტობუსში განვითარდა, კარგად არ ნახეთ. საბჭოთა საქართველოს დროსაც კი, ერთი წუთით. საბჭოთა საქართველოს დროსაც კი, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ დასჯადი იყო მამათმავლობა, მაშინაც კი ჩაქოლვის ფაქტი მე საქართველოში არ მოდით, მოусმინოთ. სამწუხაროდ 17 მაისი 2013 წელი, ეს არის ნათელი მაგალითი. ვინ ჩაქოლეს? თუ კარგად დააკვირდებით ყვითელი მიკროავტობუსის კადრებს, სადაც გაშმაგებული ხალხი ქვებით, ჯოხებით, ყველანაირი საშუალებით ურტყავდა მიკროავტობუსს, არც ერთი მინა არ აქვს. ავტობუსს ურტყავდა. და ფაქტობრივად ავტობუსს ურტყავდა. უკაცრავად ადამიანების გადმოთრევას ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსიდან. დიახ, ცდილობდნენ. უბრალოდ თქვენ ფაქტი გინდოდათ? ფაქტი, არა, ესეთი ფაქტი არ მინდოდა. ხალხი გადარჩა, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი და ჟურნალისტი და შემდეგ სანდროს შემოვიდა. ერთი წუთით. ჟურნალისტი გადავდივართ, არა არსებით განხილვაზეაც ამ ერთი წუთით. მე ძალიან ბევრჯერ დამიხსნია. სანდრო, ეხავე დაგიბრუნდეთ. ბატონო, ქალბატონ ხო შეიძლება ესე იგი ქალბატონ ციალასთან თქვენ წინააღმდეგი ხართ ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონების? აი უბრალოდ მოკლედ ვივაწყოთ კი ან არა და ეჩემთვის გაცაგები იქნება. კი ბატონო, მე მაშინ ცოტა პატარა რეზიუმეს გავაკეთე არასთან დაკავშირებით. არა, კი არა, ჩვენ უფლებადამცველებმა გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება, სადაც კატეგორიულად გავემიჯნეთ და არ ვეთანხმებოდით ერთ-ერთი აქტივისტის მიერ შეტანის საკონსტიტუციო საქმეს. ანუ არ ვეთანხმებოდით. ეს არის ჩვენი პოზიცია. აი თქვენ წინააღმდეგი ხართ? არ ვეთანხმებოდით. არა, თქვა წინააღმდეგი ხართ ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონების? მე განვაცხადე, რომ არ ვეთანხმებ. კარგი, სანდრო, დიდი მოდიში, გადმოვდივართ სტუდიაში. ჩვენ გვაქვს დარჩენილი. აი, ეხლა გაჭერდით, ეხლა ძალიან გთხოვთ. არ ვეთანხმები სხვა არის და წინააღმდეგობა სხვა არისო. ამათ ყველას უნდათ ამის დაკანონები. არა, მე არ აი, ამაშია ზუსტად თელი საქმე. უბრალოდ ხალხს, მოსახლეობას, როგორც ბატონი გეგელია ათყვილებს ახლა და ცრუობს. დიდი ბოდიში, 90-იდან ყველას. დიდი ბოდიში, რეჟისორს ხომ რომ დამეხმაროს. ხმების კონტროლში მართლა ხოთ
დიდი ბოდიში. სანდრო, არა, ესე ნუ გაუთიშავთ, ესე უხეშად, უბრალოდ გავიყვანოთ. მონაწილეობას იღებს მისი კარგი, სანდრო, მოусმინოთ ეხლა გრიგოლ გეგელიას და მე ერთი კითხვა უნდა დავსვა, რომელზე თითოეული თქვენგანის პასუხს მოვისმენ და დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. გისმენთ გრიგოლ? ბატონო სანდრო, ძალიან მოკლედ და მარტივად არ გირჩევდით ამ პიროვნული კარტით თამაშს, იმიტომ რომ მე ჩემს ასაკში ბოლო 5-6 წელია ვარ პოლიტიკურად აქტიური, ყოველთვის შეხედულებები მაქვს. ყველა ჩემი შეხედულება ყოფილა საჯარო, ყველა მათგანი არის Facebook-ზე, მე დამიწერია წერილები უამრავ სხვადასხვა გამოცემაში, მე ვიცავ თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას, კანონის უზენაესობას და მე ჩემთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული მექანიზმები. თქვენი ბიოგრაფია ამასთან შედარებით გაცილებით უფრო განსხვავებულია, იმიტომ ძალიან გთხოვთ, ქართულ ხალხს ვინ ატყუებს და რამდენი წელი ამაზე ნუ ვილაპარაკეთ, თუმცა შეიძლება ეს დასრულდეს მოდით, მე მომისმინეთ 90 წელი მოყოლებული თქვენ 1000-ი თქვენ ზვიადისტი ციყავით შევანაძისთანაც მუშაობთ ერთ უწყებაში დიდი ბოდიში ძალიან გქონთ რა ძალიან გქონთ მე მთელი ჩემი ცხოვრება მომსახურე სანამ მიკადრებთ ბატონო დიდი ბოდიში დიდი ბოდიში ძალიან გქონთ ორჯერ ნაციონალური მოძრაობის ორჯერ ნარჩენებში გეშლებით გენერალოს მე არავის არ მეშლებით არავის არ მეშლებით თქვენ გეშლებით მე ვიღაცაში მე არასდროს არავინ ბოდიში დავავატეთ მე არასდროს კითხვა უნდა დავსვა, რაზეც ბოლო პასუხს მოვისმენ და უკვე ძალიან მაგარი ეთერი იწყება. TV პირველზე გიორგი ისაკაძის, ასე რომ მე ქრონომეტრაჟი სუსტად უნდა დავწერო. მე მთელი ჩემი ცხოვრება სულ დავწერო წერილები. ეცა მაცადეთ საუბარი შეიძლება. სანდროს ხმა. ბატონო სანდრო, ეცა მაცადეთ შეიძლება. კარგი. ეცა მაცადეთ ნერვები დაიოკე. მე ნერვები დაუკებული ვარ აბსოლუტურად დიდი ბოდიში. პიროვნულზე ნუ გადმოხვალ თორე მე. პიროვნულზე აქ თქვენ გადახვედით, აი კიდევ ეს დაიწყე ნერვები თორე აქ პოლიტიკოსებმა თავდება ხოლმე. ბატონო სანდრო, პიროვნულზე მე გადადიან და მე არ გირჩევთ ჩემთან ურთიერთობას. ბატონო სანდრო, მე არ მესმის. მე გავხილებ კატეგორიულად. ან ისა რა სააკაშვილი ან შენ ან დანარჩენები ჩვენ რაღაც უკაცრავად რა. უაზროდ ხარჯავთ ამ კამათში დროს. ერთი კითხვა. მე ყოველთვის ვსწრებ რომ დემოკრატიული განშა იყოს ინფორმირება. მადლობა. უკაცრავად ერთი კითხვა უნდა დავსვა, რაზეც მინდა მივიღო თითოეული თქვენგანის პასუხი. ეს არის პოლიტიკური გადაცემა და სწორედ პოლიტიკური იქნება ჩემი შეკითხვა. სანდრო, რას აპირებს საინიციატივო ჯგუფი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის რეფერენდუმზე და რას აპირებთ ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში? ეს არის ბოლო კითხვა. შემდეგ ციალასთან გადავალ, გრიგოლ გეგელია და სოსო შატბერაშვილი და პირველ რიგში მინდა დიდი პატივისცემა დაუდასტურო თითოეულ ჩვენ სტუმარს და ტელემაყურებელს. ეს მინდა ცალსახად იქნას აღნიშნული. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის არის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი, რადგანაც მე სწორედ ზნეობრივი, მორალური და იმ პრინციპების გამო, რომელზეც მაქვს საუბარი, სწორედ ამიტომ გადავდექი თანამდებობიდან, წამოვედი თანამდებობიდან, რადგანაც მე იქ დავინახე ფარისევლობა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ LGBT ადამიანის უფლებებს და ღიად აცხადებენ, რომ სურთ ერთ და იმავე სქესის ქორწინების დაკანონება, რადგანაც ისინი ღიად გამოხატავენ თავიანთ მოწაზრებას, მაგრამ ამ სტუდიაში არ ხედან ესეთი ადამიანები, მაგრამ პოლიტიკურ შარლატანებს, ადამიანებს, რომლებიც ქართულ ხალხს ატყვილებენ და რომლებიც რეალურად ცდილობენ და აგრებული აქვთ ვალდებულებები უცხოეთში, რომ მათ უნდა დააკანონონ ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება და დღეს გვეუბნებიან რაღაც პოლიტიკური ინსინუაციებით, რომ ეს არ არის პრობლემა, ეს იცით რა არის, აი მომავალში განსახილველი არის, ესეთი ადამიანებს საუბრის უფლებაც არ აქვთ, რადგანაც საქართველოში, რომელიც არის ქრისტიანული ქვეყანა და რომელიც არის მცირერიცხოვანი ქვეყანა, აღნიშნული ქორწინების დაკანონება იქნება ერის ტრაგედია. ეს იქნება ჩვენი ერის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც შეამცირებს შობადობას, რომელიც გამოიწვევს სერიოზულ დემოგრაფიულ კრიზისს. ამიტომ ქართველი პატრიოტები, ადამიანები, რომლებიც მზად ვართ ჩვენი ერის არა იმისთვის რომ რომელიმე უმცირესობა დავჩაგროთ. ადამიანი რომელიც ჩაგრავს უმცირესობას ის ვაჟკაცი არ არის. ადამიანმა ყოველთვის უნდა დაიცვას დაუცველი, მაგრამ ჩვენ არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ქართველ ერს თავზე მოახვიოს გარყვნილება, ქართველ ერს დაუკარგოს ის ტრადიციები, რომელთაც გადავაყენებთ კი არა. საერთოდ ისეთ კრიზისს გამოუწევთ,
რომელი კრიზისიც გადაიყოლებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფარისევლობით მოდის ხელისუფლებაში და რომელიც საქართველოს მოსახლეობას ეს იყო სანდრო ბრეკაძე, თამაზ მეჭიაურის გუნდი. მადლობა, მე თქვენ გემშვიდობებით. ციალა ძალიან მოკლედ უნდა მითხრათ, როგორ ფიქრობთ, არის დღეს საქართველოს მოსახლეობაში ამ რეფერენდუმის ჩატარების განწყობა. და თქვენ პრეზიდენტის განცხადებებიდან გააქვთ ამის მოლოდინი, რომ რეფერენდუმს დანიშნავს? ცოტა რთული საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ესეთი ნებათაღელვა მოყვება ასეთ საკითხს, მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში უფრო მეტად მოიმატებს ჰომოფობიის და ტრანსფობიის დონე და ეს პირდაპირ აისახება LGBT ჯგუფზე. ისევ მათ წინააღმდეგ მოგბრუნდება რეალურად იქნება თავდასხმები და ამაზე პასუხისგებლობა ალბათ უნდა აიღონ იმ პირებმა, ვინც ზოგადად ეს საკითხი დღის წესრიგში შემოიტანა. მადლობა, გრიგოლ, თქვენ რა სიტყვით, ანუ პრეზიდენტი, რომელიც თუ არ დანიშნავს, მას მოუბრუნდება წინააღმდეგ. პირველ რიგში ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მოკლედ უნდა თქვა 2 წუთი მაქვს, სულ თითო წუთი უნდა გადავანაწილოთ თქვენს. ვიმეორებ უკვე მე ასეთ, მე არა ვარ ერთი და მევას კესიანთა ქორწინების მომხრე, მაგრამ მე ვარ უკლებლი ყველა უფლების დაცვის მომხრე. საქართველოს ყველა მოქალაქე ბუნებრივია თანასწორია კანონის სიაში და უნდა ქონდეს ყველა სხვა უფლებების დაცული, მაგრამ ეს არ გულისხმობს ქორწების მხარდაჭერას. მე ვფიქრობ, რომ ამას არ უნდა მივევხროთ და ამაზე საუბარი არც უნდა იყოს და იმასაც ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი არ არის, რომ არა ბატონი სანდრო ბრეკაძე, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები არ არის არ მოუთხოვია და დავამატებ, რომ LGBT თემა წერილიც კი გამოსცა, სადაც თქვა, რომ ისინი ასე რაღაცას არ ითხოვენ, ერთმა ადამიანმა მოითხოვა და 5 და 6 და 10 და როგორც ჩანს 200.000 მიეცა ამაზე 200.000 არ ვაბრალებ, იმიტომ ისინი სიცუეშენი შეყვანილი, მაგრამ პოლიტიკოსებს მიეცათ საშუალება ეს გამოეყენებინათ საკუთარი ქულების დასაწერად. დიდი მადლობა. ეს დავამატებ, მე არ ვთვლი, რომ ეს თემა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი პოლიტიკური თემა და მინდა რომ პოლიტიკოსები მithვედეს, აი მემარცხენე ალიანსი ქვია ბატონის პოლიტიკურ პარტიას და ერთ მემარცხენე თემაზე არ გამიგია მისი პოზიცია, აი ამაზე მესმის. მე მინდა რომ დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკა. დიდი მადლობა, მე გრიგოლ გეგელიას ვემშვიდობები. რა სიტყვით ბატონო სოსო, ანუ ველოდოთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ დაპირისპირებას მისი გადადგომის მოთხოვნით? თქვენგან ვინც მხარს უჭერს, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდეს? თუ პრეზიდენტი უგულველებს 200.000 ადამიანის ხელმოწერას და ნებას, მაშინ ეს იქნება მისთვის გამანადგურებელი პოლიტიკურად. რაც შეეხება ამ რეფერენდუმის ჩატარებას, ეს არის აუცილებელი, რადგანაც ამას წინათ ვინმე ადვოკატმა გიორგი ტატეშვილმა არ ვეთანხმებით თუ ყველა ამბობს გარშემო. არა, ერთი წუთით, მაცაცოდ აღარ ვიდებათ გრიგოლ უფროცნობილია, ერთი წუთით. კარგით. ერთმა, მაგრამ მას შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაცაცოდ წოდებულმა პიროვნებამ და ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, რო ვიცი, ანტიქართული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი, არ არის გამორიცხული, რომ მათ დააკანონონოს და ეს გამოიწვევს აი ამ ორგანულ კანონში 36 მუხლის გაუქმებას და ამით ასე თუ ისე დაკანონდება ეს. ანუ პრეზიდენტის წინააღმდეგ იგეგმება რამე თუ იგი არ წავა რეფერენდუმს? რა თქმა უნდა, თუ იგი 200.000 ადამიანის ხელმოწერას უგულებელყოფს, ეს ჩვენ კი არ დავგეგმავთ და ვინმე კი არ დაგეგმავს. ეს მოხდება უბრალოდ ხალხის მოთხოვნით. დიდი მადლობა. მე უნდა გისურვოთ წარმატება. საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებამდე 3 თვით ადრე განვიხილავთ ამ თემას, თუმცა ფაქტია, საინიციატივო ჯგუფი ამბობს, რომ ისინი ამ 200.000 ხელმოწერას ან მიიყვანენ რეფერენდუმამდე, ან დაიწყება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ უკვე საპროტესტო გამოსვლები. მე ვემშვიდობები ჩვენ სტუმრებს, მათ წარმატებას უსურვებ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც შეეხება პრეზიდენტს, იგი გუშინ ბაბუა გახდა, მის ქალიშვილს შვილი შეეძინა. მე მას წარმატებას უსურვებ და ახლა ყველაზე მაგარი წუთები მაქვს ეთერში, რადგან უნდა წარმოგიდგინოთ ბიზნეს კონტრაქტი და მისი ავტორი გიორგი ისაკაძე დღეიდან, ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ისაკაძის გუნდი TV პირველზე დილის 9-დან 12:30-მდე საქმიანი დილა, 3-დან 4-მდე ბიზნეს კონტრაქტი და 7:30-დან 7-მდე ისევ ბიზნეს კონტრაქტი პარასკევს კი სულ ისაკაძე. თუმცა ამ გამხსნელ დღეს მაყურებელს საყვარელ გადაცემას თავად პროექტის ავტორი წარუდგენს. კეთილი იყოს შენი ფეხი გიორგი ჩვენს ახალგაზრდა და თავისუფალი ტელეკომპანიის ეთერში და გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. რას გვეტყვი და მე სტუმრებს ერთად დაგემშვიდობებ. თავისუფალ ტელეკომპანიაში თქვენ და თქვენმა კოლეგებმა მოახერხეთ, რომ არასრული 6 თვის განმავლობაში სრულიად პოლიტიკური ელიტა მიიბით. ეხლა დროა ბიზნეს ელიტის, ასე რომ ჩვენ ვიწყებთ, დღეს დილით უკვე დავიწყეთ, მაგრამ ბიზნეს კონტრაქტი შემოდის ეთერში და დროა რომ TV პირველზე მოვიდნენ პირველები ბიზნესში, ასე რომ ჩვენ პირველ ნაბიჯებს მხოლოდ ეხლა ვდგავთ. წარმატებები, მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ ერთმანეთს 4-ზე ვხვდებით.